ხო, ჩემი ძმისშვილი ჩამოდის ახლა ზესტაფონიდან. მოვაწუთი წუთზე. ეს დღეები ჩვენთან იქნება, ხო და მე მიდის ტურში, ექსკურსიაზე. აი მოვიდა მე მგონი გადმოგირეკავს აღამოს რა. ომარიკო გააღე კარი. გიო, როგორ ახარ? კარგად შერავა ხარ. მამიდა არ არის სახში? კი, სახშია. ვინ მოსულა ეს? დაალაიქე ვიდეო თუ გიყვარს დედა. გამოიწერე არხი თუ გიყვარს მამა. გააზიარე თუ გიყვარს ღმერთი. თუ სამივე გიყვარს, შეასრულე სამივე. გვიკადრე, როგორ ახარ ბიჭო? აი მე რამ ხელა გაზრდილ ხარ მამიდა. რა იყო დედა შენი სტაფილოს გარდა არაფერს არ გაჭმეს? შემოდი აქეთ. რა აბა რა ტურში მიდიხარ ახლა მოყევი? ხიდების შემეცნებითი ტურია და მამა ჩემა ჩამწერა მან ზესტაფონს რო არ გაცელილი ხარ მთელი ცხოვრება ნახავ მთელ საქართველოს მოივლიო. მარტო გემივდი ვარ ახლა, მაგრამ არა უშავს. მარტო იმიტომ გიშვებს რომ შეინტოლები გაიწვო მან და ახალი ადამიანები კაცო აბა გიჟი კი არ არის ჩემი ძმა ხა ძმა კაცებთან გაეშვი მან. დაახლოვდები კაცო მათ ახალ ადამიანებთან. მე რატო არ მიშვებ მან? მეც დავახლოვდებოდი. ეს არის ახლა 14-18 წლის მოზარდებზე კაცო და მომავალ წელს გაგიშვებ შენ. მომავალ ზაფხულში ნაზიკოს ჩამოყავს თავისი ბიჭი იტალიიდან, ხო და ერთად გაგიშვებთ მერე. აქაც იქნებიან იგენივე ემიგრანტები ჩამოდიან თურმე და ამაზე კარჩი რაში უნდა დახარჯო ფულიო უთქვამთ. ჭკვიანი ხალხი ეგრე იქცევა ახლა გენაცვალე. წლები რო ცხოვრობს საზღვარგარეთ, გინდა არ გინდა ცილდები ახლა აქ ევროპას და საჭირო ესეთი შანსები გამოიყენო და გახვიდე კაცო და სხვა კუთხეში ნახო როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა ხდება და როგორია. ვინ გაჩითულა? გიო შეძვილო. რა იყო რომ სიმაღლე ხარ? მარტო სტაფილოს ჭამ? როდის მიდიხარ? აჰა, ჯერა ჩამოსულა ადამიანი და მაროდის მიდიხარო. სტუმართ მოყარება მაინც არის გოგო, კარტველი ხარ. 5 აგვისტოს იწყება და ცოტა ადგილია დარჩენილი ჩამწერა მამა ჩემმა მანდ. ვა რა მაგარია, ამბიციონები წამოვიდოდი მანდ. და თქვენ ქალბატონო სტუმართ მოყარება ნამდვილად არ მიშლება. იმედი მაქვს რომ გიო ამერიკას ოთახში წვება.